მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში ATV კომპანია TV12-ის სპორტულ ტურისტული პროგრამა სტარტი. პროგრამა სტარტის ავტორი და წამყვანი გახლავთ მე ჯემალ არობელიძე. დღეს ჩემი სტუმრებია შპს ქობულეთი ბასკეტის დამფუძნებელი ბატონი მანუჩარ გოგიდიძე, მოგესალმებით ბატონო მანუჩარ. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და ძნელი ამავე კლუბის ძნელი ლუკა ხაბაზი, მოგესალმებით გოგო. მადლობა თქვენს სტუდიაში მომწონებისათვის. წინა სიტყვაში მინდა გავაცხადო, რომ თქვენი მოწვევა გამოწვეულია იმით, რომ თქვენ ბრძანდებით პირველი მერცხლები იმის თაობაზე, რომ შექმნით და ჩამოაყალიბეთ შპს ქობულეთი ბასკეტი. რამე თუ სპორტ თამაშებში მინდა დავზინო და აღნიშნო, რომ კალათბურთი არის მეტად კარგი სახე, ქართველი ერისათვის საყვარელი სახე, ამ სახეობაში ყავს ძალიან ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენები და ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თქვენ აიღეთ მისია იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ რეგიონში, ქობულეთში დააფუძნეთ კალათბურთის ქობულეთის ბასკეტი. საკითხი მიდის იქ, რომ ძველი სისტემური მმართველობის დროს ხელმძღვანელობდით და მოქმედებდა ინსტიტუტი სპორტის მეთოდისტების სოფლებში, დაცილებით წარმოებებში და მათ ქვემდებარებაში და შემოქმედებაში ფუნქციონირებდა სპორტის სხვადასხვა სახე, მათ შორის კალათბურთი. დღევანდელი მმართველობის პერიოდში, როდესაც სამინისტროს მმართველობა, დეპარტამენტის მმართველობა, ფედერაციული მმართველობა, საკლუბო მმართველობა, ამ შემთხვევაში საკითხი დაწყებას მიყვართ იქა, რომ ქვეყანაში, ესე იგი, საზოგადოებრივი წყობა ჩანაცვლა ფედერაციული კლუბური მმართველობით და რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, კარგია, რადგან მსოფლიომ მისმა სპორტულ მმართველობამ ესე იგი აღიარა და მიიღო მსოფლიო ფედერაციული მმართველობა, გამომდინარე აქედან დაფუძნებული საკლუბო მმართველობაზე დღევანდელი სისტემა არის მოქმედი ამ კუთხით და მიმართებით, გამომდინარე ჩვენი ვალდებულება არის, რომ საკითხი გავავრცოთ სწორედ ამ შემართებით. და თქვენი მოწვევაც მეთქი თავში აღნიშნე და ახლა ხაზმინდა გავუსვა. ესე იგი ეხება იმ თემას და იმ საკითხებს, რაც სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას ითვალისწინებს რეგიონში და ამავდროულად შეიძლება მეტი სპორტსმენების ჩართვას ამა თუ სპორტის სახეებში, განსაკუთრებით სპორტული თამაშებში. რამე თუ ვიმეორებ, რომ სპორტული საზოგადოებები ჩავანაცვლეთ ჩვენ, ეხლა ფაქტობრივად პირველი მეცხრეები ხართ თქვენ და გამომდინარე აქედან ეს საკითხი, რომ აქ დაიწყოს და გაჩერდეს ეფექტიანი არ იქნება, მას არ იქნება წინაზრა და საჭირო არის, რომ რაც შეიძლება ბევრი კლუბი დაფუძნდეს ქობულეთში, აჭარაში, სრულიად საქართველოში, რამე თუ ეს არის წყება და საფუძველი სპორტის საზოგადო და მასიური განვითარების. ეხლა აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ ესე იგი თქვენ ხელს გიწყობს ქობულეთის მერი სპორტული წარმოდგენა ნათიანი ჟარაძე, ანა გერითელაძე, ნომერ მესამე სკოლის ლეგენდარული მევიტყოდი დირექტორი ნანა სიხარულიძე, რომელსაც უმაღლეს დონეზე აქვს დაყენებული სასპორტო საქმე და დიდ შედეგებსაც აღწევს სკოლის მოსწავლეები. მე მას მინდა წარმატებები კიდევ უსურვო და აღიარება უსურვო სპორტული საქმეების განვითარება ხელშეწყობაში და სამაგალითოდ მინდა გავხადო ყველა სკოლებისათვის, საჯარო სკოლებისათვის ნომერ მესამე საჯარო სკოლის თემა ქალბატონი ნანა სიხარულიძის ხელმძღვანელობით, რამე თუ აქ არის ერის და მამულის საფუძველი, მამოძრავებელი ძალა, ეს არის სპორტი, ეს არის სიჯანსაღე, მავნეჩვევების უკუგდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნება. ეხლა მოდით გადავალთ შეკითხვებზე დამფუძნებელთან, ბატონ მანუჩართან
და შემდგომ ეს კიდე გავაცოთ ეს ჩვენი თემა შეძლებისა და საჭიროების მიხედვით. ბატონო მანუჩარ, მაყურებელს აინტერესებს რომ აი თქვენი დამოკიდებულება რატომ გახდა ასე მაღალზნეობრივი, სპორტულად ამაღლებული, რომ დააფუძნეთ ქობულეთის ბასკეტი და საფუძველი ჩაუყარეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ქვია ახალგაზრდობის ჯანსაღის სულისკვეთების დაცვის საქმეს. გთხოვთ ამის შესახებ ვისაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ქობულეთი ბასკეტის დაარსებას, ეგ ბავშვობასთან ასოცირდება, ბავშვობაში როგორც მეც როგორც ყველა ბავშვს ძალიან მიყვარდა სპორტი, განსაკუთრებით კალათბურთი და მქონდა ოცნება, რომ გავხდარიყავი სასახელო კალათბურთელი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელია ეს და სულ გულში მქონდა, რომ ქობულეთში ის გაგვევითარებინა ეს სპორტი, ქონოდა კარგი გუნდი, ყოლოდა კარგი გუნდი. სამწუხაროდ მის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არავის არ ქონია სურვილი იმის, რომ ანუ სურვილი ქონდა, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ქობულეთში გუნდი და თბილისი ბასკეტში ჩვენი მეგობრები ყავს იმათი დახმარებით შევძელით და ჩამოვაყალიბეთ ქობულეთი ბასკეტი, ვისაც დიდ მადლობას გადავუხდი მათ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა იყოს ჩართული, გოგონები, ვაჟები არა აქვს მნიშვნელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მიზანი. ძალიან კარგი მანუჩარ, მოდი ახლა ლუკასთან გადავალ და მას მივცემ სიტყვას ჩვენ ახალგაზრდა მწვრთნელს. და მე თქვენ კიდე დაგიბრუნდებით და ჩამოყალიბდეთ მომავალ გეგმებზე, ამოცანებზე, რაც აუცილებლად უნდა გავაცნოთ ჩვენ ტელემაყურებელს. ეხლა ლუკა ბატონო, ახალგაზრდა კაცი ხარ, მწვრთნელი ხარ, ეს სერიოზული თემაა უკვე ბავშვების აღზრდა. ეს არის დიდი დამოკიდებულება საზოგადო ერის პირობებში, იმიტომ რომ აღზარდო თვითონ უნდა იყო აღზრდილი და განსაკუთრებით სპორტში, როდესაც სპორტთან გვაქვს საქმე, სპორტული უნარჩვევები, ვაჟკაცობა, ეროვნულობა, შემართება, ყოველი ერთ ერთად აღებული, უნდა გადასცეთ ახალგაზრდა მოსწავლეებს, ამას თქვენ ახერხებთ ძალიან მაღალ დონეზე, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ და ამოდროულად მინდა რომ აი თქვენი საქმიანობის შესახებ ესაუბროთ ტელემაყურებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს გადაცემას მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. რაც შეეხება თქვენ დასმულ კითხვას, მოდი ესე ვისაუბრებთ. თავდაპირველად სანამ დავიწყებდე უშუალოდ ბავშვებზე საუბარს და ჩვენს აკადემიაზე საუბარს, უწინარეს ამისა მინდა ვისაუბრო ჩემს განვითარებაზე და ჩემს ეტაპებზე, რაც გავიარე ამ პერიოდში. მოგეხსენებათ, როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც დიდი მოყვარული ვიყავი სპორტის, ბავშვებთან თამაშის. ბავშვობიდანვე დაინერგა ჩემში კალათბურთის სიყვარული. დაახლოებით 6 წლიდან უკვე დავიწყე კალათბურთის თამაში მოყვარულის დონეზე და სადღაც 17 წლის ვიყავი. ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთ გუნდში არ მითამაში და არ ვიცოდი მე გუნდური თამაში, მაგრამ კალათბურთის სიყვარული რა თქმა უნდა არ დამიკარგოს. 17 წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ დაარსდა ჩვენს ქალაქში ქობულეთი ბასკეტი. ძალიან სასიხარულო იყო ეს ჩემთვის, ძალიან გამიხარდა. პირველი ამ ინფორმაციის მიღებიდან უდიდესი мотиваცია მომეცა რომ მეთამაშა და გამეგრძელებინა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის დიდი ოცნება იყო რომ კალათბურთს გავყოლოდი და მეკცია ეს სპორტი, ეს საქმიანობა პროფესიად. სამწუხაროდ დღეს უკვე შევეშვი მე კალათბურთის თამაშს და გადავედე უკვე სამწვრთნელო აქტივობაზე, მაგრამ არა უშავს პირიქით ვფიქრობ, რომ ეს დიდი мотиваცია იქნება იმისთვის, რომ ახალ თაობას მივცე ეს ენერგია და мотиваცია, რომ უფრო უკეთესად და უფრო წარმატებით გააგრძელო თავიანთი საქმე. სადაც ვიყავი გაჩერებული 17 წლის ვიყავი ბატონ ჯემალს პირველად როცა გავიგე ქობულეთი ბასკეტის დაარსებაზე, მივედი თავდაპირველად მანუჩართან ქობულეთი ბასკეტში როგორც ჩვეულებრივი მოთამაშე, მოყვარული. დაახლოებით წელიწად ნახევარი 2 წელი ვთამაშობდი როგორც მოთამაშე და ვასპარეზობდი ამ სპორტში.
შემდეგ უკვე რაღაცა პირადი პრობლემების გამო მომიწია ამ სპორტზე თავის დანება, ანუ უშუალოდ თამაშზე თავის დანებება და ჩემს კარიერულ წინსვლაზე, ასე ვთქვათ, უარის თქმა, მაგრამ მანუჩარმა და ქობულეთი ბასკეტმა მომცა, მინდა აქვე მადლობა გადაუხადო მათ, მომცა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც შანსი და ბიძგი მქონოდა. შემდეგ 1 წელი 22 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში საქართველოს უმაღლეს ალიგაში ვითამაშე ბათუმის ბასკოს სახელით, მანუჩარის შემწეობით, რა თქმა უნდა, მანუჩარმა მომცა ამაზე დიდი мотиваცია. 22 წლამდელების დასრულების შემდეგ მივიღე, ასე ვთქვათ, დიდი გამოცდილება ამ ლიგაში და შემდეგ მანუჩარმა მომცა, ასე ვთქვათ, რჩევად მირჩია და დამეხმარა, რომ არ დაუნებებულიყავი და რაღაცა გზა მეპოვნა, რომ ამ სპორტში დავრჩენილიყავი და ავირჩია, რომ სამწვრთნელო კარიერა გამეგზელებინა. თავდაპირველად 1 წელი ვიყავი ჩვეულებრივი პრაქტიკანტი მწვრთნელი, ვიღებდი გამოცდილებას მისგან და გამოცდილი მწვრთნელებისგან, გავიარე საკვალიფიკაციო ეტაპი, სამწვრთნელო საკვალიფიკაციო ეტაპი და წელს უკვე დავიწყე პროფესიონალურ დონეზე სამწვრთნელო კარიერა. მინდა მადლობა გადაუხადო კიდევ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ასე განვითარებაში იყო ჩართული. უშუალოდ კი ეხლა მინდა საუბარი გავაგრძელო ჩვენს ბავშვებს და ჩვენს კლუბზე. მოგეხსენებათ, მდიდარია ბავშვები ჩვენი კლუბი, ჩვენი ქალაქის ყვალობაზე და უდიდესი სურვილი და ენთუზიაზმით ვცდილობ, რომ ბავშვებს მივცე ის ენერგია, უპირველეს ყოვლისა мотиваცია, რომ ეს სპორტი განავითარონ. საკუთარ თავთან პირველ რიგში და მერე მოახმარონ მთელ კლუბს და მთელ ქალაქს. ჩემი როგორც ერთ-ერთი რიგითი მწვრთნელის უდიდესი პასუხისგებლობა აქვე დავსწრენ, რომ ბავშვებს მივცე სწორი მიმართულება. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ კალათბურთზე დავიწყებდეთ საუბარს, ბატონო ჯემალ, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ ყველა მწვრთნელმა და ამ საქმეში ჩართულმა ადამიანმა, რომ ბავშვებს მივცეთ ჯანმრთელი ცხოვრებისკენ ბიძგი. ხოლო უშუალოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ კალათბურთზეც. დავამატებდი, რომ უდიდესი სურვილი მაქვს, უდიდესი ენთუზიაზმი მაქვს, რომ მთელი ჩემი ენერგიით დავეხმარო არა მარტო ქობულეთის და ჩვენი ბავშვების განვითარებას, არამედ მთელ საქართველოში იმ ბავშვების განვითარებას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ სპორტში რაღაცას მიაღწიონ და რაღაცა წვლილი დატოვონ. დიდი მადლობა, ლუკა, ძალიან პროგრესული და თანამედროვე ხედვები გაქვს. რაშიც გისურვებ გულითად წარმატებას, წინსვლას, ბედნიერებას პირად, საზოგადოებას და რაც მთავარია, ქობულეთში კალათბურთის ძლიერი გუნდის დაფუძნებას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რესპუბლიკის ქვეყნის უმაღლეს ლიგებში. ამას თქვენ მიაღწევთ, მე ხედავ თქვენ ენთუზიაზმს. ეხლა რაც შეეხება სპორტული საკითხების ხელშეწყობას, თქვენ ახსენეთ და რა თქმა უნდა, სამადლობელიც გამოთქვით რიგი ხელმძღვანელი პირების მიმართ, ეს ასე არის და ჩვენ თვალწინ შენდება და ვითარდება სპორტული სამყარო, ბაზებზე აღარ მაქვს საუბარი, რენესანსული ხანა დადგა, საოცნებო პირობები სრულდება სპორტული ბაზების, ესე იგი მშენებლობაში, აჭარაში განსაკუთრებით დაგეგმილია ძალიან ბევრი ახალი სპორტული ბაზების მშენებლობა, ხედავთ აშენებულია ბევრი სპორტული სასახლე, საფეხბურთო მოედნები და ასე შემდგომ და ასე აგვარად, მაგრამ ქობულეთში სპორტულ ქალაქში, სადაც რევაზ შერლებაძე, ასლან ბალაძე და ბევრი სხვა აღიზარდნენ, აკლია სპორტული სასახლე. ამის თაობაზე საკითხი დგას, გადაწყვეტილია. მე როგორც ვიცი, უკანასკნელ დროს, ესე იგი, მაკეტიც იყო წარმოდგენილი, 45 მილიონიანი მშენებლობა აშენდება ძველი სამხედრო ტურბაზის ტერიტორიაზე. აქვე განთავსება რევაზ შერლებაძის სახელობის ფეხბურთის აკადემია და ყოველივეზე მე აღნიშნე წინათ, მაგრამ ეხლაც მე და ხაზი გაუშვა, იმიტომ დიდად მნიშვნელოვანი და ღირებული თემაა. ქვეყნის პრემიერი იყო ჩამოსული ჩვენთან ქობულეთში სტადიონზე. ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც სრული პირობა მოგცა იმის თაობაზე, რომ მოხდება ქობულეთის სტადიონის სრული რეკონსტრუქცია, დაიხარჯება 3 მილიონი ლარი, გარდა ამისა შეძლებით გვარად მოხდება ყველა სპორტის მიმართულებით და სახეების განვითარება, გამომდინარე აქედან პერსპექტივა კარგი გვაქვს, შესაბამისი გვაქვს და ყოველივეს, რა თქმა უნდა, იმედის თვალით უყურებთ. ვიცით, რომ აჭარის სინამდვილეში არის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, ქობულეთში ეხლახან ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ცეცხლაძე
და რატო ახსენებთ ახლა არა პოლიტიკური კუთხიდან მხრივ, არამედ იმ გაგებით და იმ შემართებით, რომ პირადად ჩვენ გვჯერავს ასე მწამს მე ამ პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც გადაგვიწყვეტს ქობულეთში სპორტული სასახლის მშენებლობას, არ ვიძახე რომ სპორტული სკოლა, აუცილებლად ქობულეთში უნდა აშენდეს სპორტული სასახლე, სადაც სპორტის ტრადიციული სახეები, სპორტამაში, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ფეხბურთის აკადემია რევაზ-შავლაძის სახელობის, ვასილ გაროზაშვილის აკადემია ჭიდაობის მიმართულებით, რამე თუ ჩვენ ვართ ეს ხალხი და ის პირები, რომლებმაც აჭარაში პირველმა დავაფუძნეთ ქართული ჭიდაობა და ეხლა წყინვალედ განაგებს ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუგიძე. ყოველივე ამას ხაზგასმით იმიტომ საუბრობდა, იმიტომ მაყურებლის წინაშე ვაჟღერებ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მისია იმის თაობაზე, რომ ესე იგი სპორტს ვაზიაროთ ყოველი ახალგაზრდა ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ვალია, ჩვენ სპორტის მუშაკები წარმოადგენთ იმ სფეროს, საზოგადოების განაყოფის იმ სფეროს, რომელიც ვალდებულება არის ახალგაზრდობის ჯანსაღი სულისკვეთების აქტის საქმე. გარდა ამისა, მე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმ თემასაც, რომ იმრავლა მავნეჩვევების წესების დაფუძნებამ ახალგაზრდობაში, იმრავლა უმოძრაობამ, კომპიუტერიზაციამ მოგვიტანა ბევრი სასურველი და გამნათლებელი სფეროს პრიორიტეტები, მაგრამ ბევრიც ესე იგი ბევრად ჩამოგვწია უმოძრაობისა და ასე რომ ვთქვათ უმოქმედობის გამო, გამომდინარე აქედან კიდევ ერთხელ დავზრდა მეორე, მხოლოდ სპორტია შველა არმიაში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, დაწესებულ წარმოებელში, სოფელში, რომ ჩვენ ესე იგი ავაღორძინოთ სპორტული დიდება და აქვე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი, რომ ესე იგი ძველად სოფლებში არსებობდა ფიზმ მეთოდისტები, ეგრეთ წოდებული ფიზ ინსტრუქტორები, დაწესებულ წარმოებებში, შესაბამისად დაწესებულ სახლებში და ასე შემდეგ და ასე აგვარად რაღაცნაირად სამინისტრო უნდა მოახერხოს, რომ სოფლის სკოლის მასწავლებლებს გადაუხადოს შესაბამისი ანაზღაურება, რათა შეიქმნას სოფლებში დარგობრივი კლუბები, მხედველობაში მაქვს სპორტის სხვადასხვა სახეების, რამე თუ იქ ჩარჩენილი ახალგაზრდა სოფელში ჩარჩენილი ახალგაზრდობა მოკლებული არიან სპორტულ მომსახურებას. მათ უჭირს ქალაქში სექციებში ჩამოსვლა ეკონომიკური მიზეზებისა თუ სხვადასხვა ნიშნის გამო, ამის გამო ჩვენ გვეკარგება ძალიან დიდძალი ტალანტი სოფელში ახალგაზრდობის სპორტული მიმართულების მხრივ, გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა გადავთქვათ შემხვედრი ნაბიჯები და ჩამოყალიბდეთ ასე სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტს ევალება ყველაფერი, რასაც ქვია სპორტული სახელი. ეს იქნება სპორტის ტექნიკური სახე, ჰაერი, ზღვა, მდინარე, წყლისქვეშა, წყლისზედა, ავტომოტო, თუ სპორტთამაშები, თუ ოლიმპიური სახეები, თუ ეროვნული სახეები, თუ ასე შემდგომ, ასევე ევალება მათ ყოველივეს განვითარება. საჭირო იქნება ჩემის გაგებით და ჩემი შემართებით, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მოხდეს სპორტულ ხელმძღვანელ რგოლებში განყოფილების შექმნა, აი რაც ჩამოთვალე სპორტული ტექნიკური სახეების, ეროვნული სახეების და ასე შემდგომ და ასე გვარად. რამე თუ ჩვენ ქართველი ხალხი ჩვენი მცირე ეროვნული წარმომადგენლობით დღეს რომ ვიპყრობთ სოფლიოს, ეს უფრო გავასამაგოთ, გავაათმაგოთ და ვიყოთ მუდამ პრიორიტეტში, ვიყოთ მუდამ ამაღლებულები, არა მარტო სულიერად, არამედ სპორტიულადაც. მანჩარ ბატონო, თქვენ გამოცდილი მცნელი ბრძანდებით, დამფუძნებელი ბრძანდებით. ეხლა მე ვისაუბრე იმ შემართებულ აქტივობებზე, რაც გვაკლია და რაც უნდა შეივსოს და აი თქვენ რას დაამატებდით ამ თქვენი სურვილი რა იქნებოდა? კი ბატონო, ანუ სურვილი ძალიან ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა და აუცილებლად არ შემიძლია არ შევეხო მაგ თემას მეც და
ძალიან დიდი გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ქობულეთში ერთი ისეთი დარბაზი არის საჭირო აუცილებლად, რომ ჩატარდეს ტურნირები, აი თამაშები აუცილებლად რაიონსფეროიდან დაწყებული მოწვეული გუნდები. რა თქმა უნდა, ბატონო ჯემალ, აქედან ერთმანეთის კონკურენციიდან მიიღება შედეგი, ერთმანეთს კონკურენცია და ისეთი გუნდი შეიძლება გაკეთდეს, რომ არა მარტო აჭარაში, საქართველოშიც ერთ-ერთი მისამართებელი იყოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი გვერდით დგომაც აუცილებლად, ბატონო ჯემალ, გვეხმარებიან, აი ტრანსპორტი იქნება, ინვენტარი იქნება, ქალბატონი ნათიას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის, გვერდით გვიდგას ყოველთვის. და გვეხმარება. ანუ ერთი სურვილი ჩემი ის იქნება, რომ ეგ დარბაზი კონდეს ქობულეთში და აი დარწმუნებული ვარ, ეხლა თუ 100 ბავშვია, დარბაზის პირობებში 200-300 ბავშვი მინიმუმ იქნება და გაორმაგდება, გასამაგდება ეს ყველაფერი რა. მე დავაყენე საკითხი, რომ უნდა აუცილებლად სოფლებში მოხდეს რეაბილიტაცია რაღაცნაირად. აი თქვა სოფელი ხუცუბანი ყველაზე დიდი სოფელი ჩვენ რაიონში, ჩაქვის რეგიონი, იქეთ კიდე ალამბარი და ასე შემდგომ. ესე იგი ფაქტიურად ძველი სისტემა არ არის. ეხლა ახალი სისტემა ამ თემას არ ითვალისწინებს. ჩვენ გვეუბნებიან, გვაქვს თქვა ფედერაციები, კლუბები, გინდათ შექმნით კლუბები. მაგრამ აი თქვენაირი ინიციატორები ძალიან ცოტა გვყავს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა სწორედ ამას ემძღვნება, რომ რაც შეიძლება ბევრი კლუბი გაიხსნას, რაც შეიძლება ბევრი ინიციატივა იქნას აღებული. ამავდროულად მე ვაღენებ კიდე აი ჩემი გადასახედიდან საკითხს, რომ სკოლები, როდესაც სამ სახეობას ირჩევენ, აუცილებლად დაემატოს უნდა ერთი თემა. არჩევით უფასთან ერთად სავალდებულო კლუბის ამოქმედება. რა თქმა უნდა, შესაბამისობაში აი ძველად 0.25%-ს უძახოდნენ ხელფასიდან გამომდინარე და სპორტის მასალებელს აძლევდნენ საშუალებას სექციური მუშაობის გაკვეთილებს მერე და რა ხდებოდა ახლა უყურეთ, ყველა სკოლები ესე იგი ამ 0.25 დანამატის შესაბამისად ავარჯიშებდა კლას გარეშე, ეს სკოლაში ხო ჩატარდებოდა დილის გამომხნეველი ვარჯიში, მერე კლასებში ტარდებოდა ფიზკულტ პაუზები და ზნექეთი ვარჯიშები, რომ სკოლიოზით არ დავადებულები ბავშვები. მერე დიდ დასვენებაზე ტარდებოდა მოძრავი თამაშები და შემდგომ სკოლის შემდგომ ფიზკულტის მასწავლებელი 0.25 სკოლაზე იტოვებდა ბავშვებს და გადასცემდა ამა თუ სპორტის მიმართულებით სახეობას, კალათბურთს, ფრენბურთს, ხალათბურთს და ასე შემდგომ და ასე ამგვარად. ახლა რა შეასახმე? კი ბატონო, ძველი წაიშალა არ არის, ნოსტალგია გვაქვს თუ არ გვაქვს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ამოცანა აქ არის, რომ ძველს უნდა ჯობდეს ახალი. ახალი რახან ესე იგი ჯერჯერობით ვერ არის წელში გამართული და კიდე 35 წელი გავიდა და კიდე ესე იგი ძიებაში ვართ. მოდით მე და თქვენ ვიყოთ ეს პირები, ქართველი ხალხი ვართ, სრული უფლება გვაქვს და დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ესე იგი ამოქმედდეს სკოლაში, ეს უნდა ამოქმედდეს, სავალდებულო არის, ეს თვალდანახული ჩანს და გარდა ამისა, ვიცი რომ თქვენ დამერწმუნებით იმ თემაში, რომ სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს, თუ აი ეს საკითხები არ გადავწყვეტეთ. თუ საჭიროა ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი დაბალი დონიდან მაღალ დონეზე, რომ სპორტის კანონით შეიცვალოს, რომელიც ლიბერალური არის და ამ თემებს, რასაც მე ვსაუბრობ, არ ითვალისწინებს და მხოლოდ საკითხი არის ლიბერალიზმზე დაქვემდებარებული და დაფუძნებული იმის თაობაზე, რომ ეს შეხედულებისა და რაღაცის გამო შეუძლია თქვა რაიონის მმართველს ან დირექტორს ან არა ბატონო, ეს ასე არ იქნება. დღევანდელობა ითხოვს, რომ უნდა იყოს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა. ჩვენ როდესაც ვაყენებთ საკითხს, გვეუბნებიან, რომ ჩვენ სკოლებს, საჯარო სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს ვერ დავავალებთ, უმაღლეს ეშელონებში მაქვს საკითხი ასე ვთქვათ, ნათქვამი გადაწყვეტილი და იქ ამბობენ, რომ ეს ჩვენ ვერ დავავალებთ, თუ მათ უნდა და ასე შემდეგ ასკავე. ნუ გასაგებია ახლა ძველი კომუნისტური მართლობითი სტილიც არ შეიძლება უარყოფთ, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ საფუძვლებზე ვართ, მაგრამ არის ერთი მაგრამ, რაც ესე იგი ასოცირდება ახალგაზრდობის
ჯანსაღი სულისკვეთების აღზის საქმესთან და გამომდინარე აქედან ჩვენ ლიბერალური ვერ ვიქნებით. ჩვენ ვერ ვიქნებით მაყურებლის როგში, როდესაც ქობულეთის 33 სოფელი, ესე იგი დატეული არის სპორტული მომსახურების გარეშე. ამიტომ და ამდენად, აი თქვენი მაგალითი, საკლუბო მაგალითი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გააივრცოს პირველ რიგში სკოლებში. სკოლები უნდა იქნას აბსოლუტურად ყველა სკოლა დატვირთული საკლუბო საქმიანობით, რომელიც მე შეძლეს რაიონის პირველობა, საკლუბო რესპუბლიკის პირველობა, როდესაც რესპუბლიკაც მიიღებს საკლუბო მოძრაობის შესაბამის არსენალს და საბოლოო ჯამში გამოგვივა დიდებული საქართველო, გაწყნებული და ჯანსაღი ახალგაზრდობა, რაც ჩვენი მიზანი და ამოცანაა. ნუ არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ, მივესალმებით თქვენს ამ აზრს და მეც მაგაზრზე ვარ, იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად სახეზე გვაქვს ეს პრობლემა, ნუ არა მარტო სპორტულ განვითარებაში, არამედ ისე რეგიონალურ განვითარებაშიც, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონს და არა მარტო ჩვენს რეგიონს, მთელ საქართველოში არის ეს პრობლემა, რომ აი ბავშვი მაგალითისთვის რო ავიღოთ, ბავშვი რომელიც არის მაგალითად სოფლიდან, სოფლის ოჯახიდან, არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად ჩამოვიდეს იმ ოჯახის ფინანსებიდან გამომდინარე, რომ ჩამოვიდეს, ივარჯიშოს, იქ რაღაც დაჭირდება იმაზე, კიდე ცალკე ფინანსები არის ხო საჭირო მაგაზე რო ვისაუბროთ და ვისურვებდი, რომ ყველაფერი მოხდეს იმისათვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ და ვქონდეს ყველანაირი იმის შესაძლებლობა, რომ ესეთ ბავშვებს შეუწყოთ ხელი, მივცეთ ყველაფერი, მივცეთ მთელი შესაძლებლობა, მთელი რიგი შესაძლებლობები იმისა, რომ საკუთარი თავი განავითარონ და საკუთარი თავი პროგრესში ამყოფონ მუდმივად. დაეხმარონ კლუბებს, დაეხმარონ ჩვენს ქალაქს, მერე მთელს აჭარას და მთელ საქართველოს. ნუ დავამატებდი იმასაც, რომ მოგეხსენებათ ყველა მწვრთნელის მიზანი არის ის, რომ ბავშვი მაქსიმალურად ჩადოს ის მონდომება და ის ტალანტი, რომ ბავშვმა გამოაჩინოს საკუთარი თავის მაქსიმუმი. მაგალითისთვის რო ავიღოთ ერთი ვარჯიში, ბავშვმა, ანუ მწვრთნელის ვალდებულებაა ჩემი აზრით, ჩემი როგორც რიგითი მწვრთნელის ნაფიქრალი ესეთია. ყველა მწვრთნელის ვალდებულებაა ის, რომ აი ბავშვს მიცეს ისეთი ენერგია, რომ მაქსიმალურად გამოაჩინოს ბავშვმა თავი, მაქსიმალურად დაიხარჯოს და მაქსიმალურად აჩვენოს მწვრთნელს მისი ტალანტი. და ნუ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ბავშვებზეც, რომლებიც ვერ ახერხებენ, ანუ მაგალითად ჩვენ კლუბში მოსვლას, ვერ ახერხებენ სოფლიდან ქალაქში ჩამოსვლას და ამ სპორტულ აქტივობაში ჩართვას, არა მარტო კალათბურთში, არამედ ზოგადად სპორტში. და მე მივესალმები თუ გაკეთდება და იქნება ყველა ის პერსპექტივა, რომ ასეთ ბავშვებს და ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკა, ანუ ისე სპორტულ განვითარებაში. იმიტომ რომ ვიცი, რომ ყველა ბავშვს აქვს იმის სურვილი, რომ მაგალითად აი სხვა ბავშვებთან გაერთონ ამ სპორტულ აქტივობაში ჩართული იყოს და ნუ ჩემი აზრით არა მარტო მე, არამედ ყველა სპორტის მასწავლებელი და ყველა მწვრთნელი მიესალმებოდა იმ ფაქტს, რომ აი მაგალითად სოფლის სკოლებში ჩამოყალიბდეს ისეთი პერსპექტივა დაინერგოს და ისეთი რამ გაკეთეს, რომ აი ბავშვი მარტო რაღაც წუთებით და მარტო აი სპორტის გაკვეთილით არ დაკმაყოფილდეს, არამედ თავისი თავი მაქსიმალურად გამოამჟღავნოს. ნუ მივესალმები ამ ყველაფერს თუ ეს გაკეთდება. ძალიან კარგი ლუკა და მადლობა იმისათვის, რომ ასეთი ხედვა გაქვს, ასეთი აზროვნება გაქვს, ეს რა თქმა უნდა წაადგება სპორტს და მაგალითი იქნება ახალგაზრდა მწვრთნელებისათვის. აქვე მინდა თქვენ აზრებს დავამატო ერთი თემა, ვიცი რომ შეიძლება პრობლემები ამ კუთხით არა გაქვთ, მაგრამ ბევრ მიმართულებით არის ძალიან დიდი პრობლემა. რომ ჩვენ სრულყოთ, ესე იგი, ყოველივე პირველ რიგში ბაზები რო ამოქმედოთ, ამის რეალური საშუალება ქვეყანას რა თქმა უნდა არა აქვს, ახლა ყველა სოფელში სასახლებს ვერ დადგავს. ამისათვის გამომდინარე ვალდებულება უნდა აიღოს სოფელმა, რომ სოფელში, ესე იგი, ამოქმედეს მარტივი ტიპის სპორტული მოედნები. ეს იქნება ფეხბურთი, კალათბურთი, თუ ასე შემდგომ და ასე ამგვარად. კარგი იქნება ავარდნილ ძლეოსნური მანეჟები, ძველი, სიმაღლეზე ხტომა, სიგრძეზე ხტომა, ბირთვის სკრა, შუბის ტორცხნა, ბადროს ტორცხნა და ასე შემდგომ და ასე ამგვარად. რამე თუ მარტივი ტიპის მოედნები ფაქტურად შეცვლის ყველას და ყველაფერს ერთად აღებულს და დაკავდება ახალგაზრდობა.
ეს ერთი თემა თქვენთან ერთად მინდა გავაჟღერო, რომ მოუწოდო მავან და მავანთ მოვალეთ იმის თაობაზე, რომ ესეთი დირექტივა დაიშვას, რომ აბსოლუტურად ყველა დაწესებულებად წარმოებაში თუ სპორტული მარტივი ტიპის სპორტული მოედნების ღია სივრცე საშუალება არ არის, მაშინ მაგიდის თამაშები აბსოლუტურად ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს, ჭადრაკი, შაში, ბილიარდი, დომინო და ასე შემდგომ, რომ გონებრივად მაინც განვითარდეს, ესე იგი, ახალგაზრდობა და ხანს შესული ვეტერანების ამას მნიშვნელობა არ აქვს. რომ სპორტული სამყარო იგრძნობოდეს ყველგან და ყველაფერში. გარდა ამისა, მინდა ვთხოვო ბიზნესმენებს, სოფლის ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებს, იმ მცირედი საშუალებით და რაც მათ გააჩნიათ, აუცილებლად გამოყენდა დაუთმონ კლუბებს და ამოქმედებულ სპორტულ სახეობებს ფორმა ინვენტარის შესაძენი თანხები. თქვენ გჭირდებათ ბურთები, მაისურები, ტრუსები, გეტრები, ბუცები, თუ კეტები თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი ღირებულია და თქვენ ლუკა კარგად აღნიშნეთ, რომ ყველა სამი საშუალება არ აქვს. ამიტომ ჩვენ თავზე უნდა ვიტვირთოთ, როდესაც საკითხი ეხება ერის სიჯანსაღეს და მამულის განვითარებას, საკითხი უნდა ვიტვირთოთ ჩვენ თავზე, რომ ესე იგი სახელმწიფომ ეს ხარჯები გაიღოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენ ვიგულისხმებთ იმ თემას, რომ ჩვენი თემა უფრო გავრცელდება და ფრთებს შეისხამს, გამომდინარე აქედან დაგვჭირდება მივლინების ხარჯები, კვების ხარჯები, სპორტსმენებისათვის სატრანსპორტო გადაადგილება, იქ კვება. ამას ყველაფერს უნდა ორგანიზაცია და ამიტომ კლუბურ სისტემას რა თქმა უნდა გააჩნია მისი პრიორიტეტები, მაგრამ რაც მე ჩამოთვალე, ეს არის საზოგადო მცნება, ეს არის ეროვნული მცნება, ეს არის მამულიშვილი მცნება და გამომდინარე აქედან ამ თემით უნდა დაკავდეს ყველა ხელმძღვანელი განუსაზღვრელად მისი გემოვნებისა, მისი სიყვარულისა და არასიყვარულისა სპორტის უნარ, ეს არის მისი ვალდებულება ერის და მამულის წინაშე. გამომდინარე აქედან კიდევ ერთხელ დავზევნა ვიმეორებ, რომ უნდა მოხდეს თუნდაც სპორტის კანონის ასე რომ ვთქვათ შეცვლა ამ მიმართებით და ამ კუთხით და თქვენ ესე იგი ბატონო მანუჩარ ქონდათ სათქმელი ვიცი რაღაცა და მოკლედ ძალიან ვამთავრებთ ახლა გადაცემას და მოკლედ. დიახ, ორი სიტყვით შევეხები, აი ლუკამ წაღან კარგად აღნიშნა. გვაქვს ესეთი კიდე პრობლემას წავაწყდით, ანუ საათებთან დაკავშირებით, საღამოს საათებში გვაქვს ძირითადად ვარჯიშები, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები მეორეს მენა უმეტესობა 5 საათიდან ვიწყებთ და საღამოს საათებში გვაქვს და აი სოფელში ტრანსპორტის თემასაც წავაწყდით მაგ პრობლემას, სოფლიდან ბავშვი იმის გამო უნდა მოვიდეს, უნდა ივარჯიშოს, მაგრამ იმის გამო ვერ მოდის, რომ ტრანსპორტი არ არის, რომ საღამოს სახლში წავიდეს ელემენტარული რა. ეგეც მექნება თხოვნა თუ იქნება შესაძლებლობა ესეთი ტრანსპორტი დაინიშნოს საღამოს საათებში, რომ ბავშვობა შეძლონ სახლში მისვლა. ჩემი როგორც ქობულეთი ბასკეთის წარმომადგენლისთვის და ერთ-ერთი პირისთვის, რომელიც ჩართული ამ საქმიანობაში, არა მარტო კალათბურთში, ზოგადად სპორტში, დიდი სურვილი და დიდი სტიმული იქნება ის თუ ბავშვებს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მაქსიმუმი დადონ და თავიანთი მაქსიმუმი განავითარონ როგორც მოედანზე, ისე პირად ცხოვრებაში. და მჯერა რომ ჩვენი კლუბი ქობულეთი ბასკეტი და როგორც ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან მჯერა რომ ბატონი მანუჩარის გადმოსახედიდანაც იქნება ჩვენი კლუბი სტიმული და მაგალითი იმ ბავშვებისთვის, იმ კლუბებისთვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, შეიძლება უნარი არ აქვს, აი რაღაცა ფინანსური პრობლემები აქვს და აი უბრალოდ მინდა რომ ჩვენი კლუბი, ჩვენი ქობულეთი ბასკეტის სახით დიდი სტიმული და მაგალითი იყოს იმ კლუბებისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც სურვილი აქვს რომ ამ ინდუსტრიაში, კალათბურთში და ზოგადად სპორტში განვითარებას და წარმატებას მიაღწიოს. და მჯერა რომ ეს გამოგვივა ეს ყველაფერი. ერთ დღეს მთელმა კლასმა გადაწყვიტეთ რომ კალათბურთზე შევსულიყავთ. ჩვენ გვინდა რომ თავისუფალ დროს ამ სპორტით დავყავთ. 15 წელია ქობულეთს საკალათბურთო გუნდი აღარ ყოლია. ყველაზე მეტად ერთი რამის გჯერა, შრომა არ იკარგება. ჩვენი ბიჭები აუცილებლად უთვლიან თავიანთ საქმეს.
ყოველი თამაში განსაკუთრებულია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ უდიდესი ენთუზიაზმით შევხვდეთ იმ მომენტის დადგომას, როცა ჩვენ საყვარელ სპორტს ერთად ვითამაშებთ. შარშად მე ფინალში ჩემპიონი წავაგეთ სულ რაღაც ვაკული. მაგრამ ამ წაგე რომ დაგვანახე ის რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია. უკვე დიდ გზაზე ვარ. შაშან თურქეთში ვიყავით, ბულგარიაში ვითამაშე. პატარა ქალაქიდან დაწყებული ამბავი მე ვარ დიდ რუკაზე გადადის. ჩვენი მიზანი სუპერლიგაში თამაშია. ჯერა რომ მამას აუცილებლად შევს. დიარ გავა ვარჯიში და ამ სურვილით არ ვიცხო. მადლობა ლუკა. მადლობა ბატონო მანჩარ ძალიან სერიოზული და საქმიანი საუბრისთვის. კიდევ ერთხელ დავძენა იმეორე რომ თქვენ ხართ პირველი მერცხლები ამ საქმის, ამ შემოქმედების და ვფიქრობ რომ წარმატებას მიაღწევთ უმაღლეს დონეზე. გარდა ამისა მე მინდა ხაზი გავუსვა აუცილებლად პარა სპორტსმენების საქმიანობას ჩვენ აქაც უნდა გადავიხადოთ პარა სპორტსმენებს უნდა მხარი დაუჭიროთ მათ შორის შესაძლებელია თქვენი მიმართულებით თქვენ დარგეთ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მართლ რგოლთან ერთად შევქნათ ატმოსფერო ისეთი რომ სპორტი გავხადოთ დროშა ერის და მამულის ეს ასეც არის მაგრამ ამაღლებულ ფორმებში იმ სტანდარტებით რა სტანდარტებზეც ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ეს მოკლე გაგებით მოკლე ჩარჩოებით მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად საზოგადოებასთან ერთად შემდგომ უფრო გავავწოთ ამ თემას უფრო დავაკონკრეტებთ და მივაღწევთ იმ ნიშნულს რასაც ერის და მამულის ჯანსაღი სულის კვეთებით აღზრდის საქმის მსახური ქვია სახელად. მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა მაყურებელს, მადლობა თქვენ და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა, კარგი.